გადაცემა პროვინციელი წამოვედით ბოლნისში. მე ტორეს ამოსი და ნანა ბაგალიშვილი, ჩემი თანაწამყვანი. ვისაუბრებთ ბოლნისში მიმდინარე ძალიან საინტერესო პროექტზე, რომელსაც ჰქვია Art House და რომელსაც ასევე მობმული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სხვა პროექტები და მისი სლოგანი არის ბოლნისი ხელოვნების ქალაქი. თუ რატომ შეირჩა ეს სლოგანი, რას ნიშნავს ეს Art House და ასე შემდეგ, ამაზე მოგვიყვება თქვენი სტუმარი. ერთობ საინტერესო ხო სტუმარი და იშვიათი მე მგონია ქვეყანაში თორნიკე ადამიანშვილი, იმიტომ რომ როგორც ვიცი თორნიკემ დატოვა თბილისი და დაუბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქს ბოლნისს და ამ სივრცის გადაქცევას მოკლედ როგორ აპირებ სივრცე გადააქცევ თანამედროვე ხელოვნების ქალაქად და რატო გაგიჩნდა იდეა რომ წამოსულიყავი თბილისიდან უკან შენ ქალაქში და შენი საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაგესმო არტ რეზიდენციისთვის. პირველ რიგში იმ კითხვით დავიწყებ, რატომ დაუთმე ჩემი საცხოვრებელი. იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩართულობა და წვლილი, ესე ვთქვათ, ან როცა პროექტს იწყებ, რაღაც კაპიტალი გჭირდება და ამას უნდა აუცილებლად ხაზგასმა, რაღაც სოქს ესე აღიქვამს ხოლმე, აი თორნიკემ სახლის რემონტი დაიწყო და რაღაც. ჩვენი სახლი იქნება საგამოფენო სივრცე, იქნება კომუნა, იქნება საწარმო, სოციალური საწარმო, რომელიც რაღაც პროდუქტებს დაამზადებს და გაყიდის და ეს ვთქვათ, აი ამ პატარა მოდელით გვინდა ვაჩვენოთ მე დიდ სივრცეში, ანუ ქალაქში, როგორ შეიძლება გაიშალოს თანამედროვე კულტურა და პროცესები. აი ეს არის ის სახლი, სადაც მე გავიზარდე და ახლა დავუთმე, ასე ვთქვათ, რეზიდენციას, იმით რომ ჩამოვიდნენ ადამიანები და რაღაც საინტერესო ნამუშევრები თავის გამოცდილება ჩამოიტანონ ქალაქში. ამ ქალაქში გავიზარდე ამ სახლში. აქედან აღვიქვი დანარჩენი სამყარო და ამიტომ ძალიან მიყვარს აქაურობა, რაღაც ბანალურია, მაგრამ მართლა ყველა ჭალაში სად რა ხდება, ყველაფერი ვიცი, ესე ვთქვათ, უბრალოდ მე მომიწია ამ ყველაფერთან განშორება, 5 წელი, 6 წელი დაახლოებით წასული ვიყავი და ძალიან დიდი პროტესტები მქონდა რაღაცეების მიმართ. რის გამოც არ მინდოდა თქვათ ის სტუდენტობის პერიოდში აქ წამოსვლა და გამოხედვა, მაგრამ თანდათან დალაგდა ჩემში ეს რაღაც პროტესტი დაჯდა და უკვე მე ვიგრძენი ჩემ თავში ძალა რომ აქ უკვე ჩემი რაღაც რეალობა შევქმნა და მე შევიტანო რაღაც ცვლილებები გარემოში და იმედი მაქვს რომ ეხლა ჩემი დაბრუნება უკვე ამ ყველაფრის შემდეგ იქნება ნაყოფიერი. ეხლა იქნება ქვემოთ სულ სამზარეულო, ანუ როცა პროექტი განვითარდება და ქვემოთ იქნება კაფეც და ეს ბარიც და ზემოთ მარტო საძინებლები. ყველა ხეზე იქნება რაღაცნაირი უცნაური განათება და რკინის გემი გვექნება მალე ეზოში და დეკორატიული ბოთლებისგან აწყობილი რაღაცა სახლი. ნუ სოციალური საწარმოსთვის რაც სახელოსნოები და მსგავსი სივრცეებია საჭირო უკვე ვფიქრობთ რომ გარეთ სხვა სივრცეებში გავიდე. ჩემს სახლთან არის გადაბმული ეს პარკი ისე რომ პირდაპირ შეგიძლია გამოხვიდე და აქვე ისეთი კარგი საბანაკო სივრცეა, მაგალითად აქ შეგიძლია რაღაც ტრენინგები ჩაატარო, ხო? იქითაც თუ ხედავთ რაღაც ფარჩატურივით არის. აი ამ აუზშიც კი შეიძლება რაღაც პერფორმანსი მოეწყოს, თქვა თუ ისე ვერ ვიყენებთ როგორც აუზს, მაგრამ მსგავსი ღონისძიებებისთვის და აი აქეთ ეს ამფითეატრი იქნება პროექციებისთვის და ღია ღონისძიებებისთვის, თქვა თეატრალური წარმოდგენები, პიესების კითხვა და ასეთი ღონისძიებებისთვის იდეალური ადგილია და ისე შანსს გვაძლევს რომ კარგი ღონისძიებები ვაკეთოთ. პროვინციალიზმი და ცენტრალიზმის ცნებები ამ სად იყოფა და სად თავდება ეს ხო ძალიან პირობითია რა. როცა შენ იპოვნი შენ თავში ცენტრს და როცა შენ მიხვდები რომ შენ ხარ ყველაფრის წარმმართველი, რაც შენ ირგვლივ ხდება სამყაროში, ხო? აი მაშინ იძლევა პროვინციალიზმის მომენტები შენ თავში და ბედნიერი ვარ იმით რომ უკვე დავიწყეთ და მე შეიძლება ვთქვათ ამ პროცესის დასასრულს სიტყვაზე ვერც მოვესწრო, მაგრამ ეს პროცესი მაძლევს საშუალებას რომ ბედნიერი ვიყო. თორნიკე, მე როგორც ვიცი, ახლა ხარ კინორეჟისორი პროფესიით, ჩართული იყავი რაღაც პროექტებში და დადიოდი რეგიონებში. მე მინდა თქვა ორი სიტყვით, საიდან გაჩნდა ეს იდეა თვითონ. ანუ როდის და რატომ გაგიჩნდა იდეა, რომ ჩამოსულიყავი ბოლნისში და ასე ვთქვათ, შეგექმნა პირველი ქართული კომუნა ამ ნიშნით. მოკლედ, როცა რეჟისორად სწავლობდი, ძალიან ხშირად დავდექი იმ ფაქტის წინაშე, რომ ჩვენ და სხვა დანარჩენი საზოგადოება, ანუ რეჟისურის სტუდენტები და სხვები,
ვსაუბრობთ სხვადასხვა ენაზე, ანუ ჩვენი გადაღებული ფილმები ან ჩვენი მოსაწონი ფილმები სხვაების აბსოლუტურად უინტერესო და საერთოდ არ არსებულიც კი იყო. და გადავწყვიტე მე რომ მე რაღაცა ისეთ სისტემაზე მემუშავა, რაც ჩემსა და მათ შორის კომუნიკაციას რაღაცნაირად მოახერხებდა და მე უფრო გლობალურად წავედი, ანუ ჯერ ჩემთვის ზიების პროცესი მქონდა დაწყებული, ანუ რა მინდა საერთოდ ცხოვრებაში ამ რეჟისორად მოხდი სკოლიდან პირდაპირ და ეს არ არსებულია, ხო, ვერ იმუშავებს სკოლის ბავშვი რეჟისორად, თუ ცხოვრების όλ გამოცდილება არ. და ეს პროფესია რამდენმა მაინც დაგეხმარა იმაში, რომ კი, რა თქმა უნდა. ნუ მე რა აქამდე მოსულიყავი, ბოლნის ჩამოსულიყავი. ხო, აი ამის თქმა მინდოდა რომ ჯერ მოვსინჯე კინოკლუბები, ანუ ის ფილმები მეჩვენებინა თქო რეგიონებში და რატომღაც წარმოვიდგინე რომ ეს კინოკლუბები იყო რაღაც იდეალური ფორმულა იმისთვის რომ რაღაც ადამიანები შეკრებილიყვნენ იქ პრეზენტაციები ჩაეტარებინათ ერთმანეთისთვის რაღაცაზე დისკუსიათ, მაგრამ მივხვდი რომ ეს არ იყო მაინც რაღაცა გრძელვადიანად პერსპექტიული და მიმზიდველი, იმიტომ რომ კინოს მაგ იმდენი სტერეოტიპები არსებობს, იმდენი უბრალოდ რომ ძალიან ძნელია ეს შეცვალო და ერთ რაღაც ძალიან სწრაფად ამას სხვა დამოკიდებულები გააჩინა კინოს მიმართ და თანდათან მივედი უკვე იმ გამოცდილებამდე და სხვაგანაც ვნახე რაღაც ესეთი პროექტები, რომ არტ რეზიდენცია, ანუ საცხოვრებელს როცა სთავაზობ რომელიღაც ხელოვანს, ხო, ის დარჩება და უფრო მეტი ფიზიკური შეხება ექნება ვიღაც ადგილობრივებთან, ვინც რაღაც დაინტერესებულია და შეხება გადაკვეთის წერტილებს უფრო მეც იპოვნიან, როცა ერთად თქვა ღამეს გაათენებენ, კვერცხს შეწვავენ თუ ღვინოს დალევენ და რამდენი ხანია დაიწყე ეს პროექტი? ანუ რამდენი ხანია რაც დაიწყე ვიღაც უკვე ჩამოხვედი ბოლნისში და რაღაც კონკრეტული სამუშაოები დაიწყე. მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ ოქტომბერში, ანუ რაღაც ხალხისთვის მიტანა ინფორმაციის და მომზადება რაღაცა გუნდის ჩამოყალიბებაზე მუშაობა, რომელიც დღემდე გრძელდება პრინციპში, მაგრამ დავიწყეთ თებერვლიდან უშუალოდ სახლში რაღაცების კეთება. სამხატვრო სტუდენტები წამოვიდნენ, დაიწყეს კედლების გამზადება მოსახატად, აფხიკეს ჩვენს ადგილობრივებს ვეხმარებოდით და თანდათან იმთან რაღაც ელექტროობაც გაკეთდა, შედარებით მოწესრიგდა ის პირობები, რაც ჭირდება სახლს, რომ ხალხი დარჩეს, მაგრამ ჯერ კიდევ ესეთ პროცესში ვარ. აი თორნიკე, იცი რა გითხარი? როგორც თქვენ ძირითადად თბილისიდან მოდიან ხოლმე ეს ხელოვანი ადამიანები და რჩებიან შენთან სახლში. აი როგორ ახერხებთ ხოლმე შენი გუნდი აი ეს ინტერაქციას რა იქაური ხელოვანების და ადგილობრივი ახალგაზრდების, აი როგორ ურთიერთობენ ისინი, იმათი დაინტერესება რამდენად არის რომ ჩამოვიდნენ და აქ რამე აკეთონ და აქ ახალგაზრდები როგორ ხვდებიან აი ამ სიახლეს ბოლნისში. მოკლედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ჩანაფიქრი ამ პროექტის, რომ მოხდეს ამ ორ ჯგუფს შორის გადაკვეთა, ანუ ზოგადად დანარჩენი მსოფლიოსი და ბოლნისელი ახალგაზრდები. მოხდა ერთი ეგეთი საინტერესო ფაქტიც იყო, რომ ფრანგები ჩამოვიდნენ, რომლებმაც ინგლისურიც კი გატეხილად იცოდნენ და აქაურ ადგილობრივ სკოლის მოსწავლეებს არ აქვს ინგლისურის კარგი ცოდნა. საუბრობდნენ საერთოდ მუნჯურად, ესე ვთქვათ, მაგრამ მაინც ახერხებდნენ ურთიერთობას და თავარი მიზანი ის არის, რომ განსხვავებული ცოდნის და გამოცდილების ადამიანებმა რაღაცა ერთმანეთთან შეხება მოახერხონ. ეხლა ჯერ კი ვერ ვიტყვი, რომ ბოლნისელებისგან ფართო დაინტერესება იგრძნობა მეთქი, მაგრამ სანამ კონკრეტულად რაღაც ბრენდებს არ ვანახებთ, რაც გავაკეთე რაღაც ღონისძიება, რაღაც ფესტივალი, ძალიან ძნელია, რომ გაიგონ ზუსტად შენ აკინდა, მაგრამ და მერეც შეიძლება ეს პრობლემები გაგრძელდეს, მაგრამ ვინც არის ჩართული, ახერხებენ კომუნიკაციას, რაღაც საერთო ხუმრობებიც შექმნეს და იცით რა არის საინტერესო? ატივისცემა, იმიტომ რომ აქ რაღაცა იმ ჯგუფებს ხვდებიან, რომელსაც შორიდან ალბათ ერთი და მეორე ჯგუფიც რაღაც კრიტიკულად უყურებდნენ იმას რანაირად აცვია სიტყვაზე ან ეს რა განუვითარებელია ჩამორჩენილი, მაგრამ შეუძლებელია რომ ასეთ სამეგობროში და ასეთ სივრცეში, რომელიც ხაც არტ-ჰაუსი იქნის, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა არ გაჩნდეს, ერთმანეთის თუნდაც ღირებულებების და იდეების მიმართ, იმიტომ რომ არის კონსერვატიული საზოგადოება და იქით არის პირიქით მაქსიმალურად თქვა წინს რაფი რაღაც. აი ამიტომ ხა მოდი ვთქვათ, რა ტიპის არტისტები იყვნენ ჩამოსულები, რა ტიპის არტისტები ჩამოვლენ შენი აზრით? მაგალითად შეიძლება ჩამოვიდეს ცნობილი სახე, ანუ უფრო მეინსტრიმული არტისტები, underground გაქვს რამე შეზღუდვა ან მოსაზრება, თუ დავუშვათ შეიძლება ორივე მხარეს შეთავაზო ეს.
ხო, არანაირ შეზღუდვა პრინციპში არ გვაქვს გააჩნია ადამიანის სურვილებს და მიზნებს. ჯერჯერობით ჩამოდიან ხელოვანი ხალხი, რომელსაც საკმაოდ ხარისხიანი რაღაცები უკეთებიათ თბილისში და აქ უბრალოდ მუშაობენ და გვეხმარებიან, იმიტომ რომ იციან იდეაში რას ვაპირებთ და რამდენად კარგი სერვისს თავაზობთ მერე ხელოვანებს. ანუ ჩამოდიან სხვადასხვა ინტერესების ხალხი, აბსოლუტურად საქართველოში ვერ ვიტყვი დიდი მრავალფეროვნება გვაქვს მე. მე მინდა შემოგთავაზო ესეთი ჩვენი საფირმო კომპოტი. ამ გადაცემაში გვაქვს ნანას კომპოტი, წინა გადაცემაში გვქონდა გელას და პაატას კომპოტები. ეს ხალხის იდეა ეს 3 ლიტრიანი კომპოტების წარმოება. არქაუსისთვის შეიძლება მეურნეობის თვალსაზრისით კარგი. როგორც ხო სოციალური საწარმო, იმიტომ რომ ეს დიდი მოტონებით სარგებლობს ხოლმე ჩვენ მეგობრებში ეს 3 ლიტრიანი კომპოტი. აი თორემ რა მინდა კითხო იცი? აი ეს ხელოვანებს, რომლებიც აქ ჩამოდიან ბოლნისში, როგორ უკავშირდები შენ თორნიკა? აი ქსელს როგორ აბავთ ეს? ვინმე გეხმარებათ, დონორი ფონდი, ვიღაცა სამინისტრო თუ აი ამ ქსელს როგორ ქმნით თქვენ თვითონ? რამდენჯერმე გავაკეთეთ პრეზენტაცია თბილისში და კიდე გავაკეთებთ სამხატვროშიც გქონდა და კიდე ვაპირებთ სტუდენტებთან შეხვედრას. რაღაცა გამოცდილება, ანუ მე რაც გქონდა კონტაქტების, ესეც დაგვეხმარა რა თქმა უნდა. და კიდევ რაღაცა თავისთავად ვცელდება, მაგალითად ხო, პრინციპში ამ კონტაქტებით Facebook-ით რაც მქონდა შეძენილი და მეგობრებით გერმანიიდან საერთოდ ჯგუფები შეგვეხმიანენ, რომელშიც თქვა ერთი არის ქართველი, მაგრამ დანარჩენი ცხოველებიან და ისინი თქვა შემოდგომისკენ აპირებენ ჩამოსვლას. შენ ყავს ორი არტისტი ძმა, ორი მუსიკოსი ძმა. რამდენად არიან დაუშვათ შენი ძმები ამ პროექტში ჩართული? ზოგადად რამდენად თვლი რომ მაინც და მაინც ეს ხელოვნების გარშემო აწყობა არის მნიშვნელოვანი ბოლნისისთვის და დაუშვათ არა სხვა დურგალი რატო არ შეიძლება რომ ჩამოვიდეს მაგალითად. ხო, აი კომუნა და ეს ახლა მახსენეთ საწარმო ჩვენ არ გვაქვს მარტო გაჭედვა იმაზე რომ ხელოვნება იყოს აქ ძირითადი რაღაცა. ანუ გვექნება წარმოება, რომელიც დაანახებს ადამიანებს, ვისაც თქვა სკოლაც ეუბნება, შენ ყველაზე უვარგისი ხარ, მაგრამ რა აქვს კაი ბიჭი ხარ. ერთადერთი ამას ეუბნება ჩვენთან რეალურად ის რაღაცა ხედავს რომ ამ გარემოში მისი ადგილი არის, თუ იმას შეუძლია რაღაცა ტექნიკური სამუშაოების შესრულება, ხო, პრაქტიკული გამოცდილების საშუალებას ვაძლევთ. ასევე არის თქვა თქვენ რაც ვთქვით წარმოება, ცელდება თქვა ლაივ ივენთები გვექნება ხოლმე და იქნა შემოსული ფულიც, თქვა ლუდი გაიყიდავთ რაღაც ელემენტარული საწარმოს განვითარებას მოხმარდება. აი ხელოვნებას რაც შეეხება და ქალაქისთვის მის საჭიროებას, ეს ქალაქი არის მთლიანად გერმანული ისტორიის, ანუ 200 წლის წინ დააარსეს გერმანელებმა. ისტორიული ბოლნისი ცოტა ქვემოთ არის, სადაც სიონია, მაგრამ აქ მათ გააკეთეს ეს განაშენიანება, ეს პარკიც მათი დაპროექტებული არის და იგრძნობა ყველგან რა ამ ქალაქში ევროპული კულტურის გავლენა და თუ ჩვენ არ მოვახერხეთ ამ კულტურის გაპიარება, განცობა, რაღაცით გაცოცხლება, თანამედროვე პროცესებით, უბრალოდ ადამიანები ჩამოდიან, ნახულობენ ცარიელ ფასადებს, რაღაც ძველ ძეგლებს, დმანისის და სიონის და ასე შემდეგ, მაგრამ იგრძნობა რომ აქ ვიღაც კულტურული ხალხი ცხოვრობდნენ, მაგრამ დღეს ძალიან საბჭოთა ინერციით მიდის როგორც ალბათ ყველგან საქართველოში და ესეთ ქვეყნებშიც. იცი რა არის, სულ ჩნდება ხოლმე ეს კითხვა რა. ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ტაშფანდური იმ პირობებში, როდესაც ხალხს პურის ფული უჭირს. ანუ რამდენად ფიქრობ, როგორ გამოყვება ეს ქალაქი იმაზე, რომ აი ბოლნისმა დაიკავოს ეს ნიშა და გახდეს ხელოვნების ქალაქი. მაშინ როცა დავუშვათ არ არის წარმოება, რაღაც ამდენი პრობლემა, სოციალური პრობლემებია და ასე შემდეგ. ანუ რამდენად დაეხმარება ამ ფონს? შენი აზრით? ხო, ეს ძალიან რთული დილემაა, საერთოდ ცხოვრებისეული, პური თუ რაღაცა სანახაობა, თუ ორივე ერთად. მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა ქალაქში აშკარად არ არსებობს წარმოება და არც ჩანს პერსპექტივა რომ რაღაცა წარმოება გახდეს, ჩვენ ვუყურებთ ხელოვნებას როგორც ბაზარსაც და წარმოების შესაძლებლობასაც. მაგალითად, ჩვენი პროექტი, რომელიც ქუჩებში მედია სივრცის ან ქუჩის მედია სივრცეს გადაქცევას გულისხმობს, სადაც პროექციები გავა საღამოობით და ამას არ ჭირდება დიდი ხელოვნების და რესურსების და ფინანსური თანხების ჩადება, რამდენიმე
პროექტორი და მობილიზებული ჯგუფი, რომელიც მას გაუწევს ხელმძღვანელობას, ძალიან დიდი ინფორმაციებს გააჟღერებს უბრალოდ ქუჩაში. ანუ არავინ არ გჭირდება, არავის ტრენინგი არ გჭირდება, არავის ლექცია არ გჭირდება ჩატარებული, უკვე არსებული ლექციების, უკვე არსებული კონცერტების, გამოსყიდებების, ფილმების ჩვენება შეგვიძლია ქუჩაში. ანუ ეს ინოვაციური მიდგომა, თქვათ, რაც D-Hubs-მა გაავრცელა, ჩვენც დაანონსებული ქონდა იმ პერიოდში, როცა მათი პროექტი გამოცხადდა, ანუ ოქტომბერი, სექტემბრის პერიოდში და ანუ აუცილებელია ეს ხაზები გავჭრათ და ციფრული ტექნიკა იძლევა ამ საშუალებას, რომ რაიონში ახლა წერანაც ქონდა იმაზე საუბარი, რომ ადამიანებს მაინც და მაინც არ ეხალისებათ ხოლმე სიარული და როცა პროექტორი გაძლევს საშუალებას, რომ ვიღაცა თქვათ Skype-ით ჩართო და მთელი მოსახლეობა აუდიტორია იქ დაждდეს და შეიკრიბა და თქვათ თავისი საყვარელი სერიალის სცენარიც გაესაუბროს სიტყვაზე, ან ადამიანს, რომელიც მისთვის მთელი ცხოვრება ოცნება იყო მასთან შეხვედრა, მაგრამ Skype-ით ის დაგთანხმდება 1 საათზე შეხვედრაზე, ხო და არა იმაზე, რომ იმგზავროს და ჩამოვიდეს, ან საერთოდ საქართველოში არ არის. აი ესეთი მიდგომები ბევრ მეც საშუალებას აჩენს, უბრალოდ ამას უნდა ცოდნა. ამაზე მუშაობთ ახლა რა, მუნიციპალიტეტთან გვაქვს ურთიერთობა და ვისთან თანამშრომლობთ თორნიკეს იმისთვის, რომ რაღაცა ეს თქვენი ხედვები განახორციელოთ, აი ეს რომ მაგალითად ქუჩაში პროექციები გააკეთოთ, რა მუნიციპალიტეტთან, ადგილობრივ ბიზნესთან თუ აი როგორ ცდილობთ ეს იდეების დაქოქვას და პრაქტიკულად გაკეთებას და ეს ქუჩაში ამ არტის გატანას. მუნიციპალიტეტთან გითხარით და მოკლედ თანამშრომლობთ, ადგილობრივ ბიზნესი, როგორც ესეთი თითქმის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს, ან ვინც არსებობს მასთან ურთიერთობა, ნიშნავს, რომ შენ ამ ღირებულებებს პატივს ახსენ უბრალოდ და არ უნდა დაიჭირო მასთან საქმე. მე გულისხმობ სხვა საწარმოს, რომელიც ქალაქის ეკოლოგიას აბსოლუტურად ანადგურებს და პრინციპში დემოკრატიას ანადგურებს, იმიტომ რომ როცა შენ ყველაზე მთავარ პრობლემაზე ხმას ვერ იღებ, მე უკვე ვეღარაფერში მართალი ვეღარ ხარ. ანუ შენ საუბრობ გვარცდების აღდრისის აფეთქების. არა მარტო აღდრისის, ამ ქალაქში მე ბავშვობიდან რაც მახსოვს, ჩემი თავარი დილემა და კითხვა იყო, რატომ არ ბრძოლობენ ჩემი მშობლები ეკოლოგიისთვის. ანუ მე რომ მიშვებენ ჭუჭყიან დინარეში საბანაოდ რა, აი ძალიან დიდი ბრძოლების მერე გვიშვებდნენ ხოლმე, კაი წარით ადგინათ, კისერი გიტეხეთ, მაგრამ რატომ არ იბრძვიან რომ მე სუფთა დინარეში ვიბანაო? ეს არის ჩემი გაბრაზება, ესე ვთქვათ, უფროსი თაობის მიმართ, მაგრამ იმათმა თავისი ბრძოლა გამოიარეს, ვთქვათ, დამოუკიდებლობის მოპოვებით, რომელიც ამ რეგიონში ერთ-ერთი მწვავე იყო, როგორც ყველა ეთნიკურად რთულ და კომპაქტურ დასახლებებში, ხო? სადაც აზერბაიჯანელებიც არიან, სომხებიც არიან და ქართველებიც. ეს დღეს პლუსია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ ეს იყო ბრძოლა, თქვათ რა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საღდრისის მცველები არიან დივერსანტები და გამოუწოდა გამოძიებას, რომ დაინტერესდნენ ამ ადამიანებს. და ეხლა პრაქტიკულად შენ რაღაც გარკვეულ ტიპის მესიჯი გაუშვის, საფრთხეს ხوار შეუქმნის ახლა შენი განცხადებები შენივე თანამშრომლობას დაუშვათ მუნიციპალიტეტთან ან ახალგაზრდასთან. ისედაც შეუქმნა საყდრისის მოვლენა, იმიტომ რომ ისეთი ძაფრი და ეს როგორ ვთქვა, რაც კი 20 წლის მანძილზე თქვა ბრუნდებოდა თუ 24 წლის მანძილზე. ჩემს ეს პროტესტები იმ პერიოდში ამოთქვი და ვერავინ და ვერაფერი ვერ მაჩერებდა ყოველ წამს რაღაცა ცხოვრებაზე დაბოღმილი ადამიანები საუბრობდი და ალბათ დავიბოღმე კიდევაც რა, არ უარყოფ მაგას. დივერსანტი ვარ, რა თქმა უნდა, მე იმ პერიოდში ზუსტად მაგმეს შე დავწეროთ, მე იმდენი მქონდა ნალაპარაკი, რომ რაღაც ძალიან დიდი წერილი აღარ გამოვაქვეყნე. სადაც მე ვამბობ, რომ კი, მე ვაცხადებ ბრძოლას ალტერნატიული კულტურით, ზუსტად მე მივხვდი, რომ რაღაც თავიდან მქონდა შანსები, რომ აი, ვთქვათ, რაღაც ძალიან სერიოზული დაფინანსებებით გაკეთებული იყო ეს პროექტი რა, მაგრამ მე მივხვდი, რომ ალბათ როგორც ყველგან, აი ძალიან შორიდან უნდა მოუარო და ჩვეულებრივად იბრძოლო. შენ ამბობ, რომ ოქროზე ძვირფასი არის ის პროექტი, ანუ ის პროდუქტი, რომელსაც არტისტები შექმნიან შენ შექმნილ არტ-ჰაუსში. რაცა ესეთი შთაბეჭდილება. იცი რა არის უბედურება, თორეს რომ კულტურის მინისტრი, რომელიც შეხვდა ჩვენი უკვე საღდრის აფეთქების 2 თვის მერე გვეუბნება ეს რაღაცას, რომ მე ყოველდღე უხსნი პრემიერს, რომ კულტურა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავდაცვა, იმიტომ რომ 80 ტანკით ძლიერი სახელმწიფო რო ყავს ყოველწლიურად, ხო? ამაზე მაგარი არის, როცა შენი ქვეყანა კულტურაში ყველა დარგში წინავს და ყოველთვის ვიღაცის თვალში გაჩხერილია, ესე ვთქვათ. ამას ვერ გააქრობს ვერავინ ასეთ სახელმწიფოს, რომელიც კულტურა დუხს და ცოცხლობს და წარმოვიდგინეთ მთელი ქალაქი აქ
გადატვირთული ღონისძიებებით და უბრალოდ მუზეუმად და საგამოფენო სივრცედ რო აქციო და ყოველ წუთას ვიღაცა არტისტებს ხელს უწყობდა რომ აქ ჩამოვიდნენ და აქ რაღაც პერფორმანსი გააკეთონ და პერფორმანსი არამედ გასართობი პროექტები გააკეთონ. ხო, რაღაც მოიზიდავს ამბევ ტურისტს მთელი საქართველოდან თავი დავანებოთ უცხოელებს. აქვს ამ ქალაქს ეს რესურსი და ეს კულტურის მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ მე ყოველდღე ვეუბნები ამას და ვუხსნი, რომ ტანგზე უფრო მნიშვნელოვანი კულტურა, ვეუბნები, რომ ამაში ჩავდოთ მეტი ფული, მეორე წუთში თვითონ ხელს აწერს კულტურის აფეთქებას და აი ამ რეალობაში გვიწევს ახლა ჩვენ ცხოვრება, რომ დავამტკიცოთ თვითონ მინისტრსაც და თვითონ სამინისტროსაც კულტურის, რომ შენ ხარ დომინანტი და მოდი ნუ იტყუები, რომ თვითონ კულტურის გჯერა. შენ როგორ ფიქრობ ეს ადგილობრივები, შენი მეზობლები, უბნელები და თანაქალაქელები, რამდენად მოყვებიან იმაში, რომ აი ქვეყანამ კარგი უარი თქვას სიტყვაზე შეერაღებაზე უფრო ნაკლებით თანხა დახარჯოს, ვიდრე განათებას და კულტურას და ესენი რამდენად იყვიან უარს უფრო ნაკლებს პირობითად რესტორნებში სიარულზე, ვიდრე მაგალითად ჩვენთან ან კინოჩვენებებზე მოსვლაზე, ან ღია საგამოფენო სივრცეში როგორც დამთვალიერებლად მოსვლაზე. არის ჩართულობა, ვერ ვიტყვი რომ არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ ცოტა ხანში კიდე გაიზრდება. აღქმები ახლა ვერ ვიტყვი რომ როგორ შეიძლება ორ თვეში რაღაცა ისე შეიცვალოს რადიკალურად, რომ ყველაფერს გადააზრება მოხდეს თავიდან, ანუ ვერ ვიტყვი რომ ამ ქალაქში არ არსებობს კულტურული ცხოვრება, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად საბჭოთა ინერცია, რაღაცა საბჭოთა იერსახე ამ კულტურის. თორნიკე, რა მინდა გითხო, ახლა ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რაზეც შენ ისაუბრი. შენ თქვი რომ შენი მიზანია შექმნა რაღაც სივრცე, რომელიც ასე ვთქვათ, გახსნის ველს ხელოვნებისთვის. ეს დაუკავშირა ეკონომიკურ ფაქტორს იმ თვალსაზრისით, რომ ეს მოიზიდავს ტურისტებს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დავუშვათ წინა ხელისუფლების დროს, როცა იყო ეს ტურიზმზე მუდმივი პედალირება, მოსახლეობაში იყო გარკვეული აგრესია, რომ ნუ ჩამათ უნდათ რომ ჩვენი მოსამსახურებად გადაგვაქციონ. ანუ რამდენად უნდა დავუშვათ რიგით ბოლნისელს, რომ ის გახდეს ტურისტის წყალებში, მე ესე არ ვთვლი რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მათი გადასახედიდან ესე ხო არ არის. ანუ ეს მინდა გითხო და მეორე თვითონ კომუნის იდეა დავუშვათ 60-იან წლებში რაც იყო, ხო, არ იყო მაინც და მაინც ესე ბიზნესზე გამობმული წარმოებაზე და ასე შემდეგ. ანუ არაეკონომიკური ფაქტორი, ანუ არაეკონომიკური გათვლა იყო. ეს ცოტა წინააღმდეგობაში ხო არ მოდის, დავუშვათ, შენ იდეასთან. აი, კომუნა, რა თქმა უნდა, არ არის ესეთი ცნება, რომელიც კონკრეტულ რაღაცა ხედვას ეკუთვნის მხოლოდ. ან კომუნას შეიძლება მე სხვანაირად ვხედავთ და რა თქმა უნდა, ყოველი სხვა ადამიანი სხვანაირად ხედავდეს. ჩვენ ვხედავთ კომუნას როგორც რაღაც სოციალურ საწარმოს, რომელიც რა თქმა უნდა იდეოლოგიურადაც რაღაცა არს იზიარებს. სოციალისტურ საწარმოს. მე არ მიმჯერა იმ კომუნების ზუსტად, რომელიც მაინც და მაინც როგორ გითხრა, რა ყველა ერთ აზრზე არის და რაღაცა ყველას ერთი წესები აქვს, იმიტომ რომ სექტას ემსგავსება ჩემი აზრით. შეიძლება ადამიანებს რაღაც ერთ ყაბულაში ვაქცევდეთ და ყველას ერთი მოთხოვნები ქონდეს. ანუ კომუნის გააზრება ზუსტად ის არის, რომ ყველა განსხვავებულის ინტერესებს და მიმართულებებს ეპატივით და თუ თქვათ ვიღაცა სურვილი აქვს, რომ ჩვენთან არც წარმოებაში ჩაერთოს და არც ფული აღიაროს საერთოდ, ხო კი ბატონო, მოვიტანოს, ანუ ის კონტრიბუცია, რასაც ქვია, ფულის გარეშე საქმიანობა, თქვათ დაასუფთავოს, რაღაც საქმას ისქნას და ამით მიიღოს ჩვენგანაც შესაბამისი სერვისები, ხდები. ანუ არ გვაქვს ის, რომ რაღაცა ეკონომიკური გათვლა, ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაცა მილიონების კეთებას ვაპირებთ, მაგრამ თუ მილიონებს გავაკეთებთ, კიდე არც მაგის შემეშინდება, იმიტომ რომ რატომაც არა, ხო? იმ მილიონებსაც რა თქმა უნდა ისევ საქმის განვითარებას მოაქვს. ეს თორნიკე, შენ როგორ წარმოგიდგენია იდეალურ შემთხვევაში, როგორ შეიძლება განვითარდეს ანუ ბოლნისის არტ ჰაუსი, ანუ შენი სახლი იდეალურად, აი როგორ შეიძლება იყოს, აი რას აწოდით, ანუ საით მიდიხარ? ჩემი სახლი იდეალურ მდგომარეობაში წარმომიდგენია, რომ ჩემი სახლი აღარ იქნება ერთადერთი რეზიდენცია ბოლნისში, შეიძლება საერთოდ აღარც იყოს ჩემი სახლი რეზიდენცია, თქვა სიტყვაზე რომ თქვა 10 წლის შემდეგ და ბოლნისში იყოს ერთი 10-15 რეზიდენცია. ანუ ამ წარმოებამ ამ პროცესმა ისეთი შედეგები გამოიღოს, რომ ის ქალაქისთვის რეალურად საჭირო გახდეს. მე ცოტა რაღაც პროცესებს რა თქმა უნდა ეჭვითაც უყურებ. უბრალოდ ჩემი ეს აქტიურობა, ჩემი რაღაც
გასმაგებული მუშაობა და ხო რა ენთუზიაზმი იმით არის გამოწვეული, რომ მე ამ ადამიანებში ისთანაც ახლა კონტაქტი მაქვს რაღაც ტრენინგებს მუშაობას ვახორციელებ, შემოვიტანო ეს ინფორმაციები, ანუ ის რომ ქუჩაში რას ნახავს არ აქვს თქვა მნიშვნელობა, ადამიანი რა თქმა უნდა რაღაც ინფორმაციას მიცემს, მაგრამ ისიც კი რომ ქუჩაში ვიღაცამ პროექცია მოიფიქრა, ის უკვე მესიჯი არის, ანუ ის რომ რაღაცა მარტო თეატრი სპექტაკლი სცენაზე კი არის, მაგრამ ქუჩაში შეიძლება წაიკითხო და პიესა მოისმინო უბრალოდ და ასეთი თანამედროვე ფორმები მოვიდეს, თქვა თეატრის გააზრების, მუსიკის გააზრების, სხვადასხვა მიმართულებების, ხო, გინდაც არქიტექტურის და გინდაც უბრალოდ პერფორმანსის აღქმები შეიცვალოს ამ საზოგადოებაში. ეს უკვე იქნებოდა შედეგი და მე მგონია რომ პროცესი მაშინ იქნება წარმატებული თუ მე ამ საქმეს ჩამოვშორდები და სხვები გააკეთებ. თუ პროცესი იქნება მართლა იდეა იმუშავებს და არა ერთი ადამიანი, თქვა თან 5-10 კაცი. რამდენად ადვილი იყო შენთვის და შენი ოჯახისთვის, რომ შენ სახლს აღარ ქმეოდა შენი სახლი და ქმეოდა ბოლნისის არტ ჰაუსი. ჩემი ოჯახისთვის ეს ძალიან ადვილი იყო, ნანა, იმიტომ რომ ანუ ჩემ ოჯახს არასდროს არ უჭირდა ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, ყოველთვის თამამი იყო. ორნიკე და ბოლოს მინდა რომ ხოლო ასე ვთქვათ ურჩიო ჩვენს მაყურებელს, ამას ყველა სტუმარს ვუბნები ხოლმე, იმიტომ რომ არსებობს ესეთი სტერეოტიპი, რომ აი მე ვცხოვრობ პატარა ქალაქში, სადაც არაფერი არ ხდება, მე არაფერი არ გამომივა, თუ აქედან არ წავედი, თუ ანუ აი ეს პათოსი, რაც რეალურად კლავს ცხოვრებას მე ვთვლი რეგიონებში, რეგიონულ ქალაქებში, ასე ვთქვათ, რას ურჩევდი ჩვენ მაყურებელს? ეგ პრობლემა რა თქმა უნდა არსებობს. პროვინციალიზმის რაღაც შიშიროს აქ არაფერი არ ხდება და სხვაგან გუნი და ბაბანია და რაღაც მაგრაერთობიან. ჩვენ ზუსტად ასეთი ღონისძიებებით გვინდა რომ შევცვალოთ ეს სტერეოტიპები, რომ აი უბრალოდ რაღაც ერთი ნახატი გაქვს შეიძლება, რომელიც იპოვე კინოთეატრში, ან ეხლა რეალურად რა ნახატი გვაქვს, რომელიც იპოვეთ ჩაბინძურებული ტალახიან და ესენიც კი გამოვიტანო და გამოფენა მოვაწყოთ ამით, ხო? აი ასეთი ღონისძიებებით, თუნდაც იმიტომ კინოკლუბს გავაკეთებთ ჩვენთან სარდაფში და იქ ვისაუბრებთ პროვინციალიზმის თემაზე და იმ შიშებზე, რომ შენ ვერ შეცვლი რაღაცას და სადღაც უკვე ვიღაცის გაკეთებულ სერვისებს ელტვი ადამიანი, იმიტომ რომ გგონია რომ იქ გახდები სრულფასოვანი და რეალიზებული. აი ამ საკითხებზე ბევრი საუბარი და ბევრი ღონისძიება დაგვეხმარება იმით, რომ გადავიაზროთ რაღაცნაირად, მაგრამ კიდევ არის ისიც, რომ რეალურად არსებობს პრობლემები ამ ქალაქში, უბრალოდ ზოგი მართლა ვერ ჩერდება და გარბის და ამასაც აი სისტემური მუშაობა უნდა, რაც ჯეჯობით რა თქმა უნდა ჩვენს გვიჭირს. აი, დიდი მადლობა რომ გვიმასპინძლე, რომ ასე ვთქვათ, დაგვათვალიერებინე ქალაქი და ჩაგვახედე შენ საქმიანობაში, მე გისურვებ წარმატებებს. და გისურვებ რომ ბევრი შენაირი ბოლნისელი შემოგეკრიბოს და რაღაცა ბოლნისური კარგი მოძრაობა გამოგხსოვდეთ ჯამში და დედაქალაქიდან და კიდე სხვა რეგიონებიდან და ქვეყნის მიღმაც ბევრი მხარდამჭერი ყოლოდი და პრინციპში ამის მუხტი ეხაც იგრძნობა, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურები ხართ და მეორე მხრივ ჩვენ მაყურებელს ვეთქვი, ჩვენ სოციალურ ქსელში, თან Facebook-ში, ჩვენ გვერდზე პროვინციელი შეგიძლიათ მოგწეროთ თქვენი იდეები, შეფასებები და ასევე შეგიძლიათ და ძალიან გთხოვთ რომ მოგვაწოდოთ საქართველოს რეგიონებიდან, ნებისმიერი რეგიონიდან საინტერესო ადამიანების შესახებ ინფორმაცია, ვისაც თვლით და ფიქრობთ, რომ როგორც თორნიკე, ისიც აუცილებლად უნდა გაიცნოს ახალგაზრდებმა, იმიტომ რომ მიეცეთ მოტივი რაღაც ბიძგი, რომ დაიწყონ თავიანთ სოფელში ან პატარა უბანში კეთება. ჩვენ პრინციპში ერთ კვირაში ისევ დავბრუნდებით, არ ვიცით სტუდიაში ვიქნებით თუ არ ვიქნებით. გამოკიდებულია სტუმრებზე, თქვენ შემოთავაზებებზე, მაგრამ ჩვენ უცვლელად მე და ტორესა ვიქნებით ჩვენი უცვლელი კომპოტი.